თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე საათის წინ სამი პოლიტიკური ლიდერის საქმე განიხილა და გადაწყვეტილება გამოაცხადა. ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადების გამო მოსამართლე ჯებენ აჭყებიამ შითვიანი პატიმრობა და დამატებითი 2 წლის ვადი თანამდებობის დაკავების საკრძალვა შეუფარდა. ბადრი ჯაფარიძეს კი 8 თვით პატიმრობა მიესაჯა. აღსანიშნავია, რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი სასამართლო პროცესს არ დასწრებია. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის საქმეს, მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. პარტია ლელო აცხადებს, რომ მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ისინი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიდის რუსული გზით, ცდილობს, რომ ქვეყანა წაიყვანოს რუსული გავლენის სფეროში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებებში, როდესაც პოლიტიკურ ლიდერებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებენ და სასამართლო პროცესები იმართება პრაქტიკულად ყოველდღიურად, მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ძალიან ძალაუფლების დაკარგვის, მისი სისტემა არის ძალიან მყიფე და შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს, ამიტომ ციხეში, ციხის გარეთ თუ ნებისმიერ ადგილას ბრძოლა გრძელდება მანამ სანამ ჩვენს ქვეყანას რუსული რეჟიმისაგან არ გავათავისუფლოთ. აღნიშნულ საკითხს ეხმაურებიან ადგილობრივი ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრები. ოპოზიციის სპექტრის განცხადებით, ქვეყანაში სამართლიან სასამართლოზე საუბარი ზედმეტია, რადგან ის რუსეთის მიერ იმართება. ქართული ოცნების წევრის გელა მამუკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერებმა საკუთარ თავებს განაჩენი თავად გამოუტანეს და ისინი გარკვეულ დაკვეთებს ასრულებენ. საერთოდ სამართლიან სასამართლოზე ლაპარაკი ზედმეტია დღევანდელ საქართველოში, როდესაც კრემლისგან იმართება ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელსაც არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავინ აღიარებს. ეს არის რეპრესიების გაგრძელების ერთ-ერთი ნაბიჯი და ერთ-ერთი ეტაპი, მით უმეტეს კომიკურია, როდესაც ზურაბ ჯაფარიძე წინა ხელისუფლების დროს საერთოდ პოლიტიკურ აქტივიზმში არ ყოფილა ჩართული და არათუ ხელისუფლების წევრი ყოფილიყო და ადამიანს ციხეში უშვებენ იქ ყოფნისთვის, სადაც არ ყოფილა და ეს ფაქტები საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცით, ის როდის ჩაერთო პარტიულ და პოლიტიკურ საქმიანობაში. ამით ცდილობს მაგალითი მისცეს მოქალაქეებს, პროტესტის მონაწილეებს, რომ დააშინოს, თუმცა შეშინებული თავად ქართული ოცნებაა, იმიტომ რომ საერთაშორისო მდგომარეობა ნელ-ნელა იქით მიდის, რომ ყულფი ბიძინა ივანიშვილის კისერზე თანდათან ვიწროვდება, იმიტომ რომ პუტინი უკვე აღარ არის იმ გავლენის მდგომარეობაში მსოფლიოში, როგორც აქამდე იყო. საერთაშორისო ზეწოლა ძლიერდება და შესაბამისად თითქოს ამ წნეხს ცდილობს, რომ ამ რეპრესიებით გაუმკლავდეს, თუმცა ხალხი მაინც მიიღებს სამართლიან ხელისუფლებას, სამართლიან არჩევნებს და აი ამ რუსულ და კრემლის მიერ მოვლენილ ხელისუფლებას ძალიან მალე გავისტუმრებთ პოლიტიკურ მოუსავლეთში. რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტად ჩაკეტილ და დიქტატორულ ქვეყნად გადააქციოს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ მოქალაქეები უშუალოდ აჯანყდნენ და ამ ხელისუფლების ჩამოხობა მოხდეს, სხვა გამოსავალს არ უტოვებს. მე ვფიქრობ, რომ ეს 7 და 8 თვეც არის ძალიან პირობითი მსჯავრე, იმიტომ რომ რეჟიმს აქვს გადაწყვეტილი, რომ ყველა ციხეში ჩასვას, ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი და განსაკუთრებით პოლიტიკური ლიდერები და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ვერ შევძელით და სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ მოახერხეთ ის, რომ დავანიშნოთ ამათ რიგგარეშე არჩევნები, გავათავისუფლებინოთ პატიმრები, მოხერხდება და მოხდება ის, რომ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად არიან ციხეში და პირობითი სასჯელები აქვთ მისჯილი, კიდევ უფრო დიდხანს გაუგრძელდებათ, იმიტომ რომ რეჟიმი ასეთ დროს არასოდეს არ ჩერდება და კიდევ უფრო მეტ წნეხს ახორციელებს და კიდევ უფრო მეტ გამოძიებებსა და სხვადასხვა პროცესებს მიმართავს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუნძიმოს ხოლმე მდგომარეობა მოქალაქეებს. ამიტომ გამოსავალი არის იმაში, რომ მოქალაქეები ვიყოთ ერთიანები, პროტესტის ირგვლივ და ვიყოთ პრინციპულები მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობაზე ვიმსჯელებთ, აი უკვე აშკარად რა, მე მგონი მთელი ქვეყანა გზნობს იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომ დროა საქართველოს სხვა დღის წესრიგში გადავიდეს, დღის რეჟიმი სხვა უნდა იყოს რა, როგორ განვითარდეს ქვეყანა, როგორი კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა იყოს, რა ხარვეზები აქვს ხელისუფლებას, როგორი გამოსავლის გზები არსებობს და ასე შემდეგ. აი ეს ხალხი, ვინც
დღეს უკვე მსჯავრდებულები და ალბათ მომავალი მსჯავრდებულები, ხო? სპეციალურად შეგნებულად, მიზანმიმართულად საკუთარ თავებს თვითონ აჭერინებენ. მიზანი რა არის? მიზანი არის ის, რომ მათ დაკვეთა მიიღეს ხელისუფლებაში მოსვლისა, ხალხმა არ აირჩია ისინი, წინასწარვე ცნობილი იყო მათი ეს პოზიცია, რომ თუ კი მათ ხალხი ვერ აირჩევდა, უნდა გამოეცხადებინათ, ასე ვთქვათ, რეჟიმის გამოცხადებას სჭირდება ავტომატურად გმირები, პოლიტპატიმრები, ადამიანებმა, აი ნიკა გვარამია, მით უმეტეს თვითონ ადვოკატია, კვალიფიციური იურისტია, ხო? როდესაც იცის რა მოხვება სამართალ დარღვევას და შეგნებულად მიდის ამაზე. ასევე კვალიფიციური ადამიანები არიან ყველა ახლა. წარმატებული ბიზნესმენია მამუკა ხაზარაძე, ხო? საუკეთესო ადვოკატები ემსახურებიან. შეგნებულად მიდიან კანონ დარღვევაზე, რათა რა პრობლემაა? ფიქრობენ 7-8 წელი ისე თვე ფული არაკლიათ, შემოსავალი არაკლიათ, აღარავინ აღარ აწამებს საპატიმროებში, სამაგიეროდ მათი სახელები მიემატება მზია ამაღლობელის სახეს, რომელმაც ასევე შეგნებულად გამომწვევად იმოქმედა და რომ იტყვიან მისი ფუნქცია ამ გზით შეარჩია სხვა ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების სახეს. შემდეგ პერესტროიკის დროინდელი ძველი კადრები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერესტროიკა ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გამოვიდნენ ევროპარლამენტის ფოიეში, დაიწერენ მათ სურათებს. ამ სურათებს მოხვება საქართველოს ხელისუფლების მორიგი დამონათება და ასე შემდეგ, რომ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვიეს. მიზანი რა არის? მიზანი არის ის, რომ მისცენ საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ძალებს, იმ ძალებს, რომლებსაც სწორედ ის უნდათ, რომ საქართველოს იზოლაციაში მოექცეს, რუსეთის მეტგავლენის ქვეშ მოექცეს. ესენი ყველანი მაგაზე მუშაობენ, გარეგნულად ერთნი არიან, შინაგანად კიდევ ყველა ხვდებით, მე მგონი ძნელი მისახვედრია, რას ესწრა. როდესაც ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს დერეფნებში დარბიან და არ მისცეთო სთხოვენ ვიზა ლიბერალიზაციაო, როდესაც ეუბნებიან, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გააუქმონ, შემოიღონ სანქციები ამა თუ იმ პირის მიმართ, სასამართლოზე ზეწოლა განახორციელონ დამოუკიდებელ მოსამართლეებაზე. რა არის ეს? ეს არის ქვეყნის მიმართ ძალიან რბილად ვიტყვი, არა კეთილმოსურნე მიზანმიმართული საქმიანობა. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, რითაც დავიწყე ისე იმედს დავამთავრე. ესენი არიან პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც მართავენ ჩვეულებრივ პულტებით, მარიონეტები არიან. დროა დღის წესრიგი შეიცვალოს და ქვეყანა გადავიდეს, მათ შორის ოპოზიცია თუ კი ასეთი გამოჩნდება, გადავიდეს კონსტრუქციულ ქვეყნისათვის სასარგებლო და იგივე კრიტიკის და თუნდაც ხელისუფლების შეცვლის მოსურნე ძალების რეჟიმში. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ასე ერთ წრეზე მათ საკუთარ თავებს თვითონ გამოუტანეს განაჩენი რა. ეს განაჩენი განამოსამართლემ გამოუტანა. საკუთარ თავებს გამოუტანეს, არა მარტო სამართლებრივი, არამედ პოლიტიკურიც რა. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილება 27 ივნის გამოცხადდება. ასევე დღეს უკვე მეორედ კომისიაზე დაბარებული იყო საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც. კომისიის ინტერესის ობიექტები ამჯერად სოფელ ჩორჩანასთან გახსნილი საპოლიციო საგუშაგოა. პარტიამ გახარიას საქართველოსთვის აღნიშნულ საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ გიორგი გახარიას საქართველოში არ იმყოფება და გამოთქვამს მზაობას კომისიას დისტანციურად ჩაერთოს. საკითხთან დაკავშირებით კი საკანონმდებლო ორგანომ უარი განაცხადა. როგორი იქნება გახარიას ბედი წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო ჯერჯერობით უცნობია.